პროტესტის გამოხატვის ფორმა თუ ტერორისტული აქტის მცდელობა. ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლელოს ერთ-ერთი ლიდერის დაკავების გარშემო პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ალდე, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა, არც კი იმჩნევს, რომ მათი გუნდის ნაწილი ტერორისტია და გაემიჯნოს. ამ საკითხს ასე ადვილად ვერ მოიცილებენ. მისივე თქმით, ასევე ლელომ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა საკუთარი რიგებიდან ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა. შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ეტავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ფაქტია, რომ პოლიტიკოსები და ადამიანები ზოგადად ესეც სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე არის მიყვანილი რეჟიმის მიერ. ეს რო ეხლა რაღაც კარგი მდგომარეობით არ არის, ნაკარნახები გასაგებია, იმიტომ რომ ეს ადამიანი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე არის უკვე ამდენი ათეული წელია და ასეთ რამ ცხოვრებაში არ გაუკეთებია და ის რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რა თქმა უნდა, არის მათ შორის იმ სასტიკი მდგომარეობის დამსახურება, რაც რეჟიმმა შექმნა ბოლო წლების მანძილზე. ალეკო ელისაშვილი ლელოს წევრი არ არის. ლელო არის მხოლოდ და მხოლოდ წევრი ალდესი და არა პარტია მოქალაქეები, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ალეკო ელისაშვილი. ალეკო ელისაშვილის როგორც ერთი ადამიანის ქმედება, რომელიც არის ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება, უკიდურესი, კანონსაწინააღმდეგო, ჩვენთვის არის და ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისთვის მიუღებელი, თუმცა ადამიანური თანადგომა ალეკო ელისაშვილს როგორც ჩვენს თანამებრძოლს აქვს. თითოეულ ესეთი აქტი არ ასუსტებს ოცნებას და პირიქით აძლიერებს ოცნების პროპაგანდას. ამიტომ ხედავთ ჩვენ ახლა მიმართვებს ისევ ევროკავშირის მიმართ, ისევ ალდეს მიმართ და ასე შემდეგ. არ უნდა დუნდეს არავინ. იმიტომ რომ ეს კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ფაქტი ვერანაირ სენტიმენტს ვერ იმსახურებს. სიტყვა თავგანწირვა გამოიყენეს. რომ მან ესე იგი თავგანწირვის აქტი ჩაიდინა. ტერორისტულ აქტს დაარქვეს თავგანწირვის აქტი. ეს აჩვენებს მის დამოკიდებულებას და ის პირველი სიტყვები, რომ ისინი არ ეთანხმებიან ელისაშვილის მოქმედებას, ას კარგავს, როდესაც ასეთ ტერორისტულ აქტს თავგანწირვის აქტს დაარქვენ. ამიტომ ახლა გინდა ჩარიცხონ, გინდა გარიცხონ, გინდა რაც გინდა გააკეთონ, ისინი ამ პასუხისგებლობას თუნდაც პოლიტიკურს ვერ გაიქცევიან ამ აქტთან დაკავშირებით. რეალურად ალეკო ელისაშვილი არის ინდივიდუალური გამოვლინების აქტი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც კრებსითად მუდმივად ხედავთ როგორც ლელოს, ასევე მათი მფარველი საერთაშორისო დედაპარტიების, იგივე ალდეს შემთხვევაში. ეს პარტიები, როგორც შიდა, ასევე გარე მფარველები, მუდმივად ახალისებდნენ და მხარს უჭერდნენ რადიკალიზმს, ამიტომ მათ წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის და ფორმირდა აი ეს ექსტრემიზმი, რომელსაც ეგონა რომ გარკვეულწილად წარმატებით დაასრულებდა და შემდეგში უნდა გვენახა როგორი აღფრთოვანებით და ტაშისკვრით მიესალმებოდნენ ლელოს ლიდერები. დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამასე, რომ მისი წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამას უნდა წუხდეს ალდე, თუმცა ალდე ცდილობს სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაში შექმნა. ეს საინტერესო საკითხია და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოავლენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ძალების სახეს. რა დამოკიდებულებასაც აჩვენებენ, იმით დადასტურდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების რეალური განზრახვა და რეალური სულისკვეთება.